1907 წლის 26 ივნისს თბილისში რუსეთის იმპერიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა მოხდა. ბოლშევიკების ჯგუფი თავს დაესხა სახელმწიფო ხაზინის კარეტას და დღევანდელ კურსში თუ გადავიყვანთ, $16 მილიონ-ზე მეტი გაიტაცეს. შეტევას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ბოლშევიკი სიმონ ტერპეტროსიანი და არის მოსაზრება, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო საბჭოთა კავშირის მომავალი ლიდერი იოსებ სტალინი. როგორი იყო მისი როლი საუკუნის ძარცვაში და რა ბედი ეწია მოპარულ ფულს, ამ ვიდეოდან შეიტყობთ. ამ ამბიდან ზუსტად 15 წლის შემდეგ 1922 წლის 13 ივნისს დაახლოებით ღამის 10 საათზე თბილისში ვერის დაღმართზე სატვირთო მანქანამ ველოსიპედისტი გაიტანა, რომელიც შემხვედ ზოლში გადავიდა. საბედისწერო დამთხვევით ეს იყო ერთადერთი მანქანა, რომელიც იმ დროს ქალაქში მოძრაობდა. დარტყმისგან დაზარალებული გადავარდა და თავი ტროტუარზე დაარტყა. მძიმე დაზიანებით უგონო მდგომარეობაში მამაკაცი გადაიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში, სადაც გონზე მოსვლის გარეშე გარდაიცვალა. მეორე დღეს გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისში 40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული რევოლუციონერი სიმონ არშაკ ტერპეტროსიანი, რომელიც რევოლუციურ წრეებში ამხანაგი კამოს ან გიჟი კამოს სახელით იყო ცნობილი. მოგვიანებით გავრცელდა ჭორები, რომ კამოსთვის საბედისწერო სატვირთო მანქანა შეიძლება შემთხვევით არ გამოჩენილიყო, არამედ 15 წლით ადრე მომხდარი ძარცვის გამო, რომელშიც კამოსთან ერთად ზოგი ვერსიით იოსებ სტალინი მონაწილეობდა. 1907 წლისთვის რუსეთის პირველმა რევოლუციამ, რომელიც 1905 წლიდან მძვინვარებდა, დაკნინება დაიწყო, მაგრამ რევოლუციურმა პარტიებმა არ შეამცირეს თავიანთი აქტივობა. ცარისტული ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის გასაგრძელებლად ფული იყო საჭირო. უშიშროების ძალების მოსასყიდად, პროპაგანდისტული ლიტერატურის დასაბეჭდად და გასავრცელებლად, ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად და იარაღის შესაძენად. იმდროინდელი რუსეთის იმპერიის რევოლუციონერების შემოსავლის მთავარი წყარო იყო ექსპროპრიაციები, ფაქტობრივად სახელმწიფო დაწესებულებების ძარცვა. ისინი განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ძარცვისაგან მხოლოდ იმით, რომ მთელი შემოსავალი მიდიოდა არა შემსრულებლების ჯიბეში, არამედ რევოლუციურ სალაროში. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ვლადიმერ ლენინმა შეცვალა რთული ტერმინი ექსპროპრიაცია, უფრო გასაგები ლოზუნგით გაძარცვეთ ნაძარცვი. მეხუთე კონგრესამდე ბოლშევიკთა ელიტამ 1907 წლის აპრილში ბერლინში ჩაატარა შეხვედრა, რათა მოეწყო დისკუსია ძარცვის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც მიღებული ფული იარაღის შესყიდვაზე დაიხარჯებოდა. შეხვედრაზე მყოფმა პირებმა, მათ შორის ლენინმა, კრასინმა, ბოგდანოვმა, სტალინმა და ლიტვინოვმა გადაწყვიტეს, რომ სტალინს თავისი ძველი ფსევდონიმით კობათი მის მოსწავლე რევოლუციონერებს შორის ბავშვობის მეგობრებთან, წარმოშობით გორელ სიმონ ტერპეტროსიანთან ერთად, რომელიც სამხედრო რევოლუციური რაზმის მეთაური გახდა, უნდა მოეხდინათ ძარცვა. იმ დროისთვის 29 წლის სტალინი თბილისში თავის ცოლთან, ეკატერინესთან და ახალდაბადებულ შვილთან იაკობთან ერთად ცხოვრობდა. მას უკვე ჰქონდა გამოცდილება ორგანიზებულ ძარცვებში, რისი წყალობითაც მან სახელი გაითქვა როგორც ცენტრის საუკეთესო ფინანსისტმა. სტალინზე 4 წლით უმცროს ტერპეტროსიანს ჰქონდა დაუნდობელი ადამიანის რეპუტაცია. მოგვიანებით მან ადამიანს მკერდიდან გულიც კი ამოაჭრა. ძარცვის დროს ტერპეტროსიანი სათავეში ჩაუდგა კრიმინალურ დაჯგუფებას. სტალინი მას აღწერდა როგორც შენიღბვის ოსტატს, ხოლო ლენინი კი მას კავკასიელ ბანდიტს ეძახდა. 13 ივნისს დაახლოებით დილის 10 საათსა და 30 წუთზე სახელმწიფო ბანკის თბილისის ფილიალი დატოვა ფაეტონმა, რომელშიც ბუღალტერმა და მოლარემ ჩადეს 2 ფუთა, რომელშიც 350,000 მანეთი იდო. თან 2 კაზაკი ახლდათ. უკან მოჰყვებოდათ მეორე ფაეტონი ბანკის დაცვის თანამშრომელთან და შაშხანებით შეიარაღებულ 2 ჯარისკაცთან ერთად. რამდენიმე ცხენოსანი კაზაკი მეორე ფაეტონს მოჰყვებოდა. დაცვა გააძლიერეს, რადგან ინფორმაცია მიუვიდა შესაძლო თავდასხმის შესახებ.
თავდასხმაში 20-მდე პიროვნება მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა ჩვეულებრივ გლეხის ფორმებში იყვნენ გამოწყობილები. კუპრიაშვილმა მძარცველებს ნიშანი მისცა, რის შედეგადაც მათ ეტლს ჭურვებით შეუტიეს, რამაც გამოიწვია ბევრი ცხენისა და ადამიანის დაღუპვა. ამის შემდეგ ისინი სხვა მცველების განადგურებას შეუდგნენ. ჭურვებს ყველა მიმართულებით ისროდნენ. გაზეთი ისარი წერდა: არავის შეეძლო ეთქვა თუ რამ გამოიწვია საშინელი ხმა იარაღის სროლამ თუ ჭურვების აფეთქებამ. ხმებმა მთელ ქალაქში პანიკა გამოიწვია. თითქმის მთელი ქალაქის ფარგლებში ხალხმა სირბილი დაიწყო. დაქროდნენ ეტლები და საზიდრები. აფეთქებები ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე ყველა კვალმსადენი გადაყირავდა, ხოლო ერთი მილით დაშორებული ყველა სარკმელი გატყდა. კატო სვანიძე, სტალინის ცოლი პატარა იაკობთან ერთად მოედანთან ახლოს მდებარე სახლის აივანზე იდგა. აფეთქებების შემდეგ კი სახლში შევიდა. ერთ-ერთი დაჭრილი ცხენი, რომელიც დილიჟანს იყო მიბმული, გაიქცა და ფულიც თან გაიყოლა. მას კუპრიაშვილი, კამო და კიდევ ერთი მძარცველი, დათიკო ჩიბრიაშვილი დაედევნა. კუპრიაშვილის მიერ ნასროლმა ჭურვმა ცხენის ფეხები ააფეთქა, თუმცა აფეთქების დიაპაზონში იგი თვითონაც მოყვა, რის გამოც მიწაზე დაეცა. გონზე მოსვლა და გაქცევა მან დამატებითი სამხედრო ძალების მოსვლამდე მოახერხა. დილიჟანსიდან ფული ჩიბრიაშვილმა გაიტაცა, ხოლო სხვა მძარცველებმა ფული კამოს ფაეტონში გადატვირთა. სიჩქარის გამო მათ გზაში 20,000 რუბლი დატოვეს, რომელთა ნაწილიც დილიჟანსის მძღოლმა მიისაკუთრა, რის გამოც იგი მოგვიანებით დააკავეს. ფულის ხელში ჩაგდების შემდეგ კამომ სწრაფად დატოვა მოედანი, ხოლო პოლიციის ეტლთან შეხვედრისას მან თავისი თავი კავალერიის კაპიტნად გაასაღა და დაიყვირა. ფული უსაფრთხოდაა, გაიქეცით მოედნისკენ. პოლიცმაისტერი ბალაბანსკი ასეც მოიქცა და მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ იგი გაქცეულმა მძარცველმა გააცურა. ამის შემდეგ კამო წავიდა ბანდის შტაბ-ბინაში, სადაც ტანსაცმელი გამოიცვალა. მალევე ყველა მძარცველი სხვადასხვა ადგილას გაიფანტა, მათი დაპატიმრება კი ვერ მოხერხდა. ერთ-ერთმა მძარცველმა ელისო ლომინაძემ მასწავლებლის ტანსაცმელი ჩაიცვა და მოგვიანებით მოედანზე დაბრუნდა, რათა ხოცვა ჟლეტისთვის ეყურებინა. მოედანზე მოკლულ მცველებთან და ცხენებთან ერთად კიდევ 50 დაჭრილი ადამიანი იყო. შენი და შენი შვილის პიროვნული განვითარებისთვის. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. რა არის ფასკუნჯი? მული აღწერაში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მხოლოდ 3 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ოხრანკის საიდუმლო არქივების მიხედვით სინამდვილეში 40 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო ბანკში ზუსტად არ იცოდნენ, თუ რამდენი ფული დაიკარგა ძარცვის შედეგად. საუკეთესო პროგნოზი იყო 341,000 რუბლი. დაახლოებით 91,000 რუბლი პატარა კუპიურებით იყო შეკრებილი. დარჩენილი იყო 500 რუბლიანი ბანკნოტები, რომელთა გადაცვლაც რთული იყო, რადგანაც პოლიციამ მათი სერიული ნომრები იცოდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად სტალინმა პირველმა ისროლა ბომბი კნიაზ სუმბატოვის სასახლის სახურავიდან, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. მან სავარაუდოდ პირადად ესროლა მაუზერიდან პოლიციელს და თავადვე დაიჭრა წარუმატებლად ნასროლი ბომბის ფრაგმენტით. კამო მოგვიანებით აღნიშნა, სტალინს ძარცვაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია და ყველაფერს დისტანციიდან აკვირდებოდაო. კიდევ ერთი წყაროს მიხედვით სტალინი დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტას კერძო სახლის აივნიდან სიგარეტით ხელში აკვირდებოდა. სხვა მოწმემ თქვა, რომ ძარცვის დღეს სტალინი მოედანზე კი არა, რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა. სტალინის ცოლის დის თქმით, ძარცვის დღეს სტალინი სახლში გვიან-ღამით მივიდა და ოჯახს წარმატებული ძარცვის შესახებ უთხრა. ძარცვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ოხრანკის აგენტმა მუხთაროვმა სტალინის საიდუმლო ბინაში დაკითხა. აგენტებს გააჩნდათ ინფორმაცია, რომ ვიღაცებმა დაინახეს, თუ როგორ უთვალთვალებდა სტალინი ძარცვის პროცესს. მუხთაროვის კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინა მას ძარცვის შესახებ, სტალინმა უპასუხა, რომ ძარცვის თავიდან აცილებისთვის მან ხელისუფლებას ადეკვატური ინფორმაცია მიაწოდა. დაკითხვა გადაიზარდა ცხარე კამათში. მუხთაროვმა სტალინს სახეში დაარტყა, რის შემდეგაც იგი ოხრანკის სხვა ოფიცრებმა შეაკავეს. ინციდენტის შემდეგ მუხთაროვი ოხრანკიდან გააგდეს, ხოლო სტალინს თბილისის დატოვება და ბაქოში დარჩენა უბრძანეს, სადაც იგი საქმის შედეგს უნდა დალოდებოდა. სტალინმა ბაქო მოპარული 20,000 რუბლით 1907 წლის ივნისში დატოვა.
ნაძარც ფულს თბილისში სტალინის მეგობრების მიხა და მარო ბოჭურიძეების სახლში ინახავდნენ. ფული მატრაში ჩააკერეს და მისი გადაადგილება და შენახვა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იყო შესაძლებელი. შემდეგ მატრასის სხვა უსაფრთხო სახლში გადაიტანეს, მოგვიანებით კი თბილისის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის დივანზე დადეს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ თვითონ სტალინიც იქ მუშაობდა. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ სტალინმა პირადად მიიღო მონაწილეობა ფულის ობსერვატორიაში გადატანაში. ობსერვატორიის დირექტორმა განაცხადა, რომ არასდროს იცოდა მოპარული ფულის მის დივანზე შენახვის შესახებ. ფულის დიდი ნაწილი კამოს განკარგულებაში იყო, რომელმაც იგი ლენინს ფინეთში, იმ დროისთვის რუსეთის იმპერიის ნაწილი გახლდათ, წაუღო და დანარჩენი ზაფხული მან ლენინთან ერთად მის აგარაკზე გაატარა. იმავე შემოდგომაზე კამო მიმოგზაურა პარიზში, ბელგიაში, სადაც მან საბრძოლო მასალა შეიძინა და ბულგარეთში, იქ მან 200 დეტონატორი შეიძინა. მოგზაურობის შემდეგ კამო ბერლინში შეხვდა ცნობილ ბოლშევიკ ექიმს იაკობ ჟიტომირსკის და ლენინის წერილი გადასცა, სადაც იგი მას კამოს ჯერ კიდევ ტრავმირებული თვალის მკურნალობას თხოვდა. ლენინმა არ იცოდა, რომ ჟიტომირსკი რუსეთის ხელისუფლების საიდუმლო აგენტი იყო და რომ მან კამოს შესახებ ოხრანკა შეატყობინა, რომელმაც გერმანელ კოლეგებს კამოს დაპატიმრებას თხოვა. დაკავების დროს კამოსთან ჰქონდა ყალბი ავსტრიული პასპორტი და ჩემოდანი დეტონატორებით, რომელთა გამოყენებასაც იგი სავარაუდოდ სხვა ძარცვაში აპირებდა. დაპატიმრების შემდეგ კამოს სიკვდილით დასჯაელოდა. თუმცა თავისი ადვოკატის ოსკარის კონის შუამავლობით კრასინისგან წერილი მიიღო, რომელშიც იგი კამოს შეშლილის განსახიერებას ურჩევდა და კამომაც დაიწყო თამაში. სიგიჟის დემონსტრირებისას კამო უარს ამბობდა საჭმელზე, იხევდა თავის ტანსაცმელს, თმებს, სადა თავის ჩამოხრჩობა, გადაიჭრა ვენები და თავისი ფეკალიებიც კი შეჭამა. კამოს შეშლილობაში დასარწმუნებლად გერმანელმა ექიმებმა მის ფრჩხილებ ქვეშ ქინძის თავებით უჩხვლიტეს. ზურგში გრძელი ნემსი შეარჭეს და ცხელი რკინით დადაღეს. თუმცა კამოს არ შეუწყვეტია შეშლილის თამაში. ამ შემოწმების შემდეგ ბერლინის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დაწერა, რომ არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ეჭვი შევიტანოთ კამოს შეშლილობაში. ცხადია, რომ იგი ფსიქიკურად დაავადებულია, რის გამოც იგი არ არის სასამართლოს წინაშე წარდგომის ან სასჯელის მოხდის მდგომარეობაში. საეჭვოა, რომ იგი სრულიად გამოჯანმრთელებას შეძლებს. ასე გადაურჩა სიკვდილით დასჯას კამო. აღსანიშნავია, რომ ძარცვის ორგანიზატორებიდან მხოლოდ კამო გაასამართლეს. თუ თავიდან გაუგებარი იყო, თუ ვინ მოაწყო ძარცვა, მისი დაპატიმრების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მოვლენებში ბოლშევიკები იყვნენ ჩარეული. კამოს დაპატიმრების შემდეგ ლენინს გაუჩნდა შიში, რომ მას და მის ცოლსაც დააპატიმრებდნენ და ფინეთიდან გაიქცა. მას ასევე ეშინოდა, რომ მას დაედევნებოდნენ. რის გამოც უახლოეს კუნძულზე გასამგზავრებლად გემის ძებნაში ღამით მან გაყინულ ტბაზე 5 კილომეტრამდე გაიარა. გზაში მას და მის ორ თანამგზავრს ყინული ჩაუტყდათ და კინაღამ დაიხრჩნენ. მოგვიანებით ლენინმა აღნიშნა, რომ ეს სიკვდილისთვის სულელური გზა იყო. ფინეთიდან ის და მისი ცოლი შვეიცარიაში გადავიდნენ. რაც შეეხება სტალინის მონაწილეობას ამ ძარცვაში, მას მოგვიანებით 1918 წელს ეს ფაქტი ლევ ტროცკიმ გაუხსენა. მან იოსებ ჯუღაშვილს საჯაროდ დასდო ბრალი ტერორისტებთან კავშირში. ვლადიმერ ლენინმა საქმე განსახილველად პარტიულ სასამართლოს გადასცა. ბოლშევიკური პარტიისა და საბჭოთა რუსეთის ლიდერმა თავი დაიზღვია და ობიექტურობის დაცვის მიზნით პარტიული სასამართლოს თავმჯდომარედ იმხანად ემიგრაციიდან დაბრუნებული მენშევიზმის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი იული მარტოვი ცედერბაუმი დაასახელა. იული მარტოვის სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნას კმაყოფილებით შეხვდა ლევ ტროცკი. პარტიულმა სასამართლომ გულმოდგინედ იმუშავა, მოусმინა ლევ ტროცკისაც და იოსებ ჯუღაშვილსაც. განაჩენი ასეთი იყო. იოსებ ჯუღაშვილს 1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ძარცვასთან კავშირი არ ჰქონია. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, 1907 წელს თბილისში განხორციელებულ ძარცვას დღემდე იოსებ ჯუღაშვილს მიაწერენ. მემუარული ლიტერატურიდან, პუბლიცისტიკიდან და ისტორიოგრაფიიდან ამ თემამ მხატვრულ ფილმსა და ლიტერატურაში გადაინაცვლა. დაინტერესებულ პირთა ერთი ნაწილისთვის ის სიმართლეა, მეორე ნაწილისთვის სიცრუე. დაგვიწერეთ
თქვენი აზრით მონაწილეობდა თუ არა სტალინი ამ ძარცვაში? თუ არ გაქვთ გამოწერილი კარდუს გვერდი, აუცილებლად ახლავე გამოიწერეთ. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.